$7,000. ამის ერთადერთი თუ რამე გამახალისებს, ეხლა ის არის რა ჯანდაბა უნდა გაახურა საქმე. არა შენდა. არა ღირსა. ოპა, წაიღო. ჩემგან თქვენ 20%-იანი ფასდაკლება, გითხრათ რა დამიჯდა და ყველას გახსოვთ ალბათ ეს შიდა წვის ძრავიანი მონსტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიღე და აი ამის გამო შევიძინე ეს მანქანა. თუმცა ერთი საბედისწერო რომ ნახტომის გამო დაიმტრა და ვეღარ გავაგზავნე ამ მანქანის გატესტვას. მერე თქვენ წერდით რომ აუცილებლად გადაიღეო და დადგა ზუსტად მაგის დროც. ესე იგი, როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ეს არის HPI Baha 5B და სინამდვილეში ესეც არის ზუსტად იგივე მოდელი. ერთ-ერთი რაც წინა ვიდეოში არ მithქვამს და სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი პლუსი დავუკარგე ამ მანქანას. ეს არის რა იცით, რომ დედამიწაზე რაც კი არსი მანქანა შექმნილა მთელ არსი ინდუსტრიაში, რაც კი ნებისმიერ ბრენდს რამე შეუქმნია, აი ამ მანქანას რო გააჩნია აპგრეიდების, განვითარების და სხვა რაკურსით, სხვადასხვა ტიპის მოდერნიზირება მსგავსი ალბათ არც ერთს. აი ზუსტად ეს მანქანა არის მაგ ყველაფერს ერთ-ერთი მაგალითი და უბრალოდ აი თქვენი თვითონაც შეხედეთ. აქ როგორი კარკასი აქვს, აქ საერთოდ სხვა რაღაც არის, ხო? აქ ნახეთ თვითონ ბოდი, ანუ ვიზუალურად როგორ გამოიყურება, აქ სხვანაირად. მაგალითად აქ შეცვლილია რეალურად პლასტმასის გიტარები მოყვება, აქეთ რკინის გიტარები გვიყენია. აქ თუ დაუშვათ 29 cc ძრავი გვიდევს, აუ აქ დამავიწყდა, აქ 32 cc არის, თან იაპონური ძრავი გვაქვს ჩადებული, ნუ აი რადიკალურად ძლიერია, ალბათ ერთი სამჯერ ძლიერია, იმის მიუხედავად რომ ციფრები ცოტა სხვა რამეს გვეუბნება. ხო და ასეთ ვერსიად რომ გადაეკეთებინა თავის ყოფილ პატრონს $7,000 დაუჯდა ჯამში ეს მანქანა. ხო და მოდი რამდენად ღირს ახლა ეს მანქანა 7,000 და რამდენად მართლა ეგ შედეგი აქვს? წამოდით და ვნახოთ. ხო, სხვადასხვა ბარემ აქვე გეტყვით რომ ეს მანქანა იყიდება ნახევარფასად 1700 ლარად. ლისი ამოვედით მშრალ ტბაზე, მაგრამ რაღაც არ არის მშრალი, პირიქით კარგი სველია. ხო და გადმოვახტუნო. აღარ ვიზავ მაგას. წეღანს კი გითხარით. ძალიან ძიმეა. ავწონოთ კიდეც. მახო აქაც შეიხარი მენა. რა. კიდე ტალახში ჩავართ. აუ წინა ვიდეო ვისაც არ გაქვთ ნახი, უეჭველი ნახეთ რაპტორში, აი იგივე რაღაცა მოხდა რაპტორი ჩაგვივარდა ტალახში. მოდის. წავედით. აი აქ მაიზა რატო ჩავარდი? რაღაც არ გვაქვს კაი ამბავი. რაღაცა მოხდა კიდე აშკარად. და მე მგონი ამჯერად სუდი გასვაძლევ, მანქანა აღარ იზრდის. ეს ტრიალებს. რაღაც აშკარად კოლოფშია. ისე ხო ვერ გამოვედი ამ ბენზინიანი მანქანა პრინციპში ელექტროებით ხო რა სამობდა. ბენზინით ესე იგი ვერ გამოვედი რომ უეჭველი რაღაც არ დავმართო და ვიდეოს მე არ ვიღებდე 3 კვირა. ახლა ის რა დაგვრჩენია რომ გავერკვიოთ რა ჭირს, გამოვასწოროთ. თქვენს გაერკვიოთ ეგ გამოწერის ღილაკი სად არის და კიდე ლაიქს არის ღილაკიც. ეგეც გაერკვიეთ და ეგენიც ქენით, მე ამაში გავერკვევით თქვენ მაგაში და გავაგზავნოთ რა. ესე იგი, ამოვედით ისევ იმ ერთი ძალის პილკის თუ რაღაცის გამო არ ღირდა დღის გაცდენა, მაგრამ შეხედეთ ბიჭები მოვიდნენ, რომ დღეს მოკლედ უნდა გადაგვიყონ დრონით. ხო და ჩვენ მანქანის კაი დრონის კადრებიც გვექნება. ასე რომ წავედით. დამატებით ბენზინი თუ დაგჭირდა არ მკითხოთ რამდენ სწავსო არ ვიცი. გასახურებლად შორს გავუშვით, იმიტომ რომ ახლოს პრინციპი გავს.
ისევ მეორედ იგივე. არ ვიცი რა ჯანდაბა უნდა გაახურა საქმე. სუსტად ისევ იგივე მოვიდა ვიტირე. ვიდეოს გადაღება მინდა. რა ვქნა ახლა? ხო ის ხო კარგად დადის. დღეს სხვა ამბავი გვაქვს. არ ვიტყვი რა უფრო რთული, მაგრამ რეალურად რო ვთქვა, რაზეც ხელი ჯერ ჩვენ არ დაგვიდია, ის რაღაცეები გამოდის ცხოვრიდან. ეს არის პინიონი, რომელიც ყენდება ძრავზე. ეს არის საკისარი, რომელიც ამის შიგნით ყენდება. ეს უნდა ჩავიდეს აი ასე. და აქ უნდა წავიდეს შურუპი. აუნა აუცილებელი პირობა რომ აქ უნდა კონდეს დამაგრებული ლოქტაით ეს შურუპი და აშკარად ეგ არ ქონდა იმ ადამიანს დაყენებული ვისგანაც ვიყიდე და მაგიტომაც კიდე ერთხელ ჩაგვეშალა გადაღება, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. მოგლებ ვცდილობთ რომ იქნებ დრონიდან გადავიტანოთ რაღაცა. და ისიც რა მაგარია, აი ხო ცოტა მომსწრდარება, მაგრამ აი თამამად თავაწევით გეუბნებით რომ ესეთი ნამდვილი შეგრძნება ვერც ერთ ელექტრო არსი მანქანას ვერ ექნება, ვერც აქვს, არც აქვს. ეს იდეა მოუვიდა ჩვენ მეგობარს რომ სამშენებლოში წავიდეთო და იქ ხდებ რაღაცა შურპია თუ რაც ქვია, მაგას ვიშოვოთ და იმენა რა გზებია. აი, წამოიქეთ მაღაზია არის და იქაც. კაი, მადლობა მეგობარო. აქ მარტო თვითმჭრელები იყო. ისენი არ იყო, კიდე ხა სხვა უნდა წავიდეთ. იმედი აქ მაინც იქნება. გადავალთ, მოვძებნით. წავედი. კიდევ არ გაგვიმართლა. მარტო სკელი ზომები გვაქვს იმენა. და კიდე ერთი მომენტი. მანქანაში ისეთი ბენზინის სუნი დგას. ხოსო ვამბობ რომ მიყვარს და გიждდებით ხო უკვე მეწვის არხები. იმედია Subaru-ს რომელიმე ჭანჭილი ხო არ ქვია მაგას. ეგეთი ბოლტი ამას მანქანას არა აქვს, ეხლა თქვენ რასაც კითხულობთ. აი მენა ვერ ვიპოვეთ. ოპა. მე მგონი ეს არ. წამონახოთ. რაც მოგეცის ძალიან დიდია? კი. კაი წამოვა იქნებ ეს ზომა ცოტა გრძელი ვიპოვოთ. აი ხო ამოვდი გზაში 4-იანი თქო. 4-იანი მიდის ხო? კი, კი. მოგაკოდებია? მადლობა. აი კიდე ერთი მინუსი რაც შეიძლება რომ ვთქვათ ამ მანქანის. მეზარება რომ გადმოიღო და წავიდო. მართლა მეზარე. არ ბენზინი. ბენზინი, ოჰო. ორტაქტიანი. ორტაქტიანია? კი. აიმე, აბა წავედით. მოკლედ ახლა რეალობა მინდა მოგიყვეთ. სინამდვილეში ზუსტად 35 წუთში მყავს მოსწავლე, ვინც არიცით, ძაღლებს ვწვრთნი. ხო და ვაჭკვიანებ და კიდე მსგავსი და ზუსტად 35 წუთში ის ამბავია. აი ახლა მოვასწავლით ამოსვლა და რადიო სად არის ხორცით. ასეთ ექსტრემალურ პირობებში გვიწევს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ვიდეოების გადაღება და შეიძლება ყველა არ გეუბნებოდეთ, მაგრამ ეგრეა რა, რო იცოდეთ. არ ვიცი. არა შენდა. არ ეღირსა. არ გაიმართა. რა დავარქვამ, დედა აფეთქებულს. არა და ისე როდადის მაშინ არის მარტო კარგი, დანარჩენი ამის. წავალ და ალბათ კიდე გავაკეთებ და ფერე ალბათ კიდე გავაგრძელებ ვიდეოს გადაღებას. ერთადერთი თუ რამე გამახალისებს, ეხლა ის არის რომ გამომწერები მომიმატოთ და გამოიწერეთ გეხოცებით ჩემი არხი, მაგით მაინც დამაწყნარეთ. დროებით წავედით სახელოსნოში. წავედით ეხლა ესე იგი. იოზე მაინც გადაგიყო. ოპა, წაიღო. ოპა, ეს რა საშინელება.
აი ამას კი ძირდა. მადლობა! წავედი. ესე იგი რაღაცა შტირი არის, რომელსაც კარგავს წარამა რა, მაგრამ მე მგონი ეხა ისე გავაკეთეთ, რომ აღარ დაკარგავს. თა რა თქმა უნდა, შტირი ეს ცალკე ამის არ ქონდა და ამის გამო ჭრით. მე მგონი всё. ხო და ბარემ მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ესე იგი 40,000 გამომძარზე ძალიან მაგარი გათამაშება გველოდება. ოღონდ ეს გათამაშება იქნება შეჯიბრება და ერთადად ძალიან საინტერესო ამბავი იქნება, სადაც თქვენ პირადად ფიზიკურად მიიღებთ მონაწილეობას და მოგიწევთ ჩემი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იქნება და მაგ ყველაფერს ცოტა ხანში, აი 30,000 რომ გადავაბიჯებთ და ცოტა ის 40-ისკენ რო იქნებით, მე გეტყვით და ხო, ნუ რა თქმა უნდა, არხის გამოწერა ერთ-ერთი მთავარი საკითხი არ დაგავიწყდეთ და წავედით. ახლა როგორც იქნება გავტესტოთ ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. ერთ-ერთი ყველაზე შესაბამისი ადგილი ამ მანქანისთვის რა უნდა იყოს თუ არა off-road karting-ი თბილისი. აქ კარგი მოსახვევებია, კარგი ყველაფერი იმისთვის რომ ბოლომდე გავწურო. ოღონდ იმედია კიდე არ გაფუჭდება და კიდე ტვინს არ გაღუნავს. ბარემ აქვე გეტყვით რომ ვისაც გიყვართ ეს სპორტი და ეს სფერო, ჩემგან თქვენ 20%-იანი ფასდაკლება ერთი კვირის განმავლობაში ამოხვალთ. ეტყვით კახას არსი და 20%-იანი ფასდაკლება თქვენია. ეხლა წამოდა გავტესტოთ. თქვენ კი არხი გამოიწერეთ. მოგლეთ, კიდე სიახლე გვაქვს. წამოდით ახლო დავნახოთ. ესე იგი, გას ვაძლევ და არის მოშვება. ეხლა რაღაცა არის მოშვებული. ესე იგი, ჩემი გამოცდილება ასეთია. როდესაც აყენებ ასე ძლიერ ძრავს, აუცილებელია, რომ აი აბსოლუტურად ყველა დეტალი, აი ყველა შურუპი, ყველა ბოლტი გაიგა თუ რამე არის, უნდა იყოს ძალიან ძლიერ ლოქთაიზე აყვანილი და იმით უნდა იყოს დაჭერილი, თორე სხვა შემთხვევაში აი უკვე მესამე გამოსვლაა და ნუ მართლა ტვინი გაღუნა მანქანამ. აი ცოტა მუღამი დამეკარგა. სანამ ამ მანქანას სრული სერვისი არ გაუკეთდება, მე მგონი აღარ ღირს ამის გაგრძელება. რეალური შედეგი ესეთი არის. მე მიტარებია უკანა წამყვანი მანქანები, ესე მე მანქანა არ მომწონებია თვითონ სამართავად. წარმოიდგინეთ ახლა რაც ვიარე, ეს იყოს გიროსკოპის გარეშე და ამას რო გიროსკოპი ჩაურთო, ალბათ არ ვიცი, საოცრებებს იზამს რა. ნუ რა თქმა უნდა, მე მანქანას თავიდან ბოლომდე დავშლი, თავიდან ბოლომდე დავასერვისებ და მე ბევრად კარგად გადავიღებ. ხო და ეხლა წავიდეთ ჩვენს მიტოვებულ არა, პრინციპში დაგვიანებულ პროექტთან და იმაზეც მოგიყვებით რაღაცებს. მოვედით მეხუთე პროფილაქტიკაში, სულ მეკითხებით ხოლმე, სად დაკეთებთ შენ პაჯერო იოსო და აი აქ ვაკეთებ, აჩო მიკეთებს კონკრეტულად და ყველაზე მეტი კითხვა ფასები. სულ ყველა მეკითხება ის რა დაგიჯდა და მოკლედ რამდენითაც შევძლებ, შევეცდები ახლა გითხრათ რა დამიჯდა და რაში რამდენი გადავიხადე. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ამ მანქანის დამუხრუჭება ბევრად რთული საკითხი იქნებოდა, ვიდრე აჩქარება. ზუსტად გამომდინარე მაქედან მოხსენით თავის სამუხრუჭე სისტემა მთლიანად და ვიშოვეთ, ნახეთ რა. ეს არის Brembo საპორნი, რომელიც არის 360 მმ-იანი, ასევე Brembo სუპორტი, რომელიც არის 40 მმ-იანი გუშებით. ის ფასს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან კარგმა და გემრიელმა ადამიანმა, ჩემმა მეგობარმა მაჩუქა, ასე რომ არ ვიცი რა გადაიხადა. აი ხა გავაგზავნოთ სხვა დანარჩენი. ხო, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ნანახი და არ იცით, აი ეს არის Nissan Silvia-ს რავი, S20. ვინც არ იცით, Nissan Silvia არის სოფლიოში საუკეთესო დრიფტკარი. ნუ ჩემი შეხედულებით ესეა და ძალიან ბევრი თვლის იგივეს და ის ზუსტად იმ მანქანის დრიფტ ის არის რა ქვია, ძრავია. რაც შეეხება ამის ფასს, აი არ ვიცი რამდენი დამიჯერებ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადღაც 7,000-მდე თუ რაღაც ძალიან დიდი თანხა დაჯდა, იმიტომ რომ ეს არის ახალი. პლუს ამას ნახეთ იმ ვიდეოშიც ვამბობ წინაზე და სხვათა შორის თუ არ გაქვთ კიდე შეგახსენებთ ის წინა ვიდეო ამ მანქანას ნანახი, აუცილებლად ნახეთ. შემშვები და გამშვებით შეცვლილი გვაქვს, ამაში მაგ გადახდილი დაახლოებით 1000 რაღაც დოლარი, 1200 დოლარი მგონი რა. ესე იგი, ძრავი სადღაც 7 თუ რა, აი გრე დაახლოებით.
დეტალებს ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ 3 წლის წინ მაქვს ეს ყველაფერი ნაყიდი და ესენი სადღაც $1000 თუ $1200 დაახლოებით. აი ეს შლანგები და წვრილმანები და ეს ვითომ რასპორკა და ეს ბაჩოკი და ეს რაღაცები, ნუ აი არ ვიცი, ვითომ არაფერი. ვაიმე. ხო და ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად მაგ ყველაფერში ხალხო იმხელა თანხები იხარჯება, რომ აი რო გგონია რომ დასაწყისში რომ დათვლი რომ აი რაღაც ამდენში რაღაცაში გამოვა, აი $20,000 გამოვალ, არ არის ეგრე. რას დათვლილი არ გაქვს ფაქტიურად ის უფრო მეტი გამოდის ხოლმე რა. ინტერკულერი, რომელშიც სადღაც 300 თუ 350 ლარი მაგადახტილი, სუსტად არ მახსოვს არც ეგ. მოკლედ საშუალო 300 ლარი. დისკებს რაც შეეხება, სადღაც 1500 ლარი მაგადახტილი მამ დისკებში, იმიტომ რომ თავის ჯერ ვიზუალურადაც მეზიზღება და თან ცოტა ისეთი მინდოდა რა. რაც შეეხება ჩვენ სპორტულ სავარძლებს, 1500 ლარი მაქვს ამაში გადახტილი. აი ამ ეკრანშიც სადღაც 300 ლარი თუ სწორად მახსოვს თავისის უკან ჩასასმელიანად. ეხა კიდე რომ ძალიან დეტალებში გავყეთ, ეს ხელის მუხრუჭი, ჰიდრავლიკური, იქ პედალი, იქ ის მოკლედ იმდენი რაღაც არის მეგობრებო და იმდენი წვრილმანი დეტალია. ჯერ აი საშოვნელად არის ეს ყველაფერი ძალიან რთული და აი მერე კიდე ვითომ არაფერი და მოკლედ საკმაოდ ძვირიჯდება. არ ვიცი მე თუ სწორად მაგ გამოთვლილი მე მგონი $30,000 მაინც მინიმუმ ალბათ გავწდი ამ თანხას პაჯეროიოში. ოკეი, რაც შეეხება ამ მანქანას, ჩემი ვარაუდია, რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ ალბათ ერთი თვე კიდე ჭირდება იმისთვის, რომ მოკლედ ყველაფერი მოგვარდეს და აპკატკას გავიაროთ და რა თქმა უნდა, როგორც კი დავიწყებთ, მაგ ყველაფერსაც გაჩვენებთ და რაც შეეხება იმ ბაგის, მოკლედ იმას სანამ თავიდან ბოლომდე არ დავასერვისებთ, იმის გადაღებას კი არა და ტარებას აზრი არ აქვს და მით უმეტეს აზრი არ აქვს ამ ყველაფრის კეთებას, თქვენ ახლა არხს თუ არ გამოიწერთ, ზარის ღილაკს თუ არ გააქტიურებთ და ერთ ლაიქსაც თუ არ